Სახლებასთან საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობას თვლი უაღრესად მნიშვნელოვნად. მიუღებლად ვთვლი ყოველგვარ შეხვედრებს ოფიციალური იქნება ეს თუ არაოფიციალური რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არა იმიტომ რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები არ უნდა დამყარდეს, არამედ ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ ხელისუფლება. ხელისუფლება ეხვეწება, მაგრამ ამაზე რუსეთის ხელისუფლება არ მოდის. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ეხლა როცა აკრიტიკებენ ნოღაიდელსა და აკრიტიკებენ გურჯანაძეს, ამას ჩვენ უფრო ადრე ვამოვდით რომ პოლიტიკურმა ბანდამ მოახდინა საქართველოში საერთოდ 2003 წელს შეწოდებული ვარდების რევოლუცია, პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით და გთხოვთ გადაცეთ ეს რომ ოპოზიციაში რომ წასულიყო სააკაშვილი პირველი გაიქცეოდა პოლიტიკა. ეს ისე არ არის რომ ისინი რომ მიდიან ეს გუშინ ჰქონდათ ეს არის პოლიტიკური გუნდი 2003 წელს ვინც რევოლუცია მოახდინა რომელიც ხან რუსეთის დამზღვით ხან რუსეთთან ურთიერთობით უნდა იყვნენ ხელისუფლებაში არც ის ვარგა ვინც რუსეთის დამზღვით მოდის ხელისუფლებაში არც ის ვარგა ვინც რუსეთის ქებით მოდის ხელისუფლებაში ეს აკეთებენ მე ვერ გეტყვით რეიტინგზე მოქმედებენ მათ მიაჩნიათ რომ მათ რეიტინგზე უკეთესად მოქმედებს იმიტომ რომ ხალხში თქვენ უყურებთ ამას უბრალოდ რომ მე მაგალითად ნოღაიდელის სადმე დამოკიდებულება ძალიან არასერიოზული მეჩვენებოდა თავიდან ხალხში და იმ შეხვედრების შემდგომ ძალიან სერიოზული გახდა იმიტომა ხელისუფლება ასე აღელვებული მე ამას უყურებ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება ნებისმიერ ქვეყნის პრეზიდენტთან შეიძლება შეხვედრა გააკეთოს მაგრამ მე არ ვთვლი ხელისუფლებაში მისვლამდე რაიმე კონსულტაციებს შეიძლება ეს მოსაზრებები გამოვაქვეყნოთ, დავწეროთ, გადავცეთ, კონფერენციებზე შევხვდეთ, იქ კონსულტაციები გავწიოთ, ეს მისაღებად მიმაჩნია, მაგრამ არა ის, რომ რაღაც ოფიციალური შეხვედრები გავაკეთოთ. უბრალოდ პუტინმა გააკეთა მთავარი. პუტინიზმით დაავადყოფა სააკაშვილი, მეგონი ელანდება უკვე და ყველა გამოსვლა მისი არის აგებული გონია რომ პუტინს ელაპარაკება, ნებისმიერ პიროვნებას როცა ელაპარაკება, ისე როგორც ნავადორსკაიას ასეთი მიღება საქართველოში მიუღებელი და რუსეთის გაღიზიანება, ასევე მიუღებელი არის საქართველოს წარმომადგენლების ჩასვლა ეგეთი. პუტინის და სააკაშვილის აკეთებენ ერთმანეთს. სააკაშვილი იწვევს იმას, ვინცაც პუტინი არ მოწონს და პუტინი იწვევს იმას, ვინცაც ხელისუფლება არ მოწონს. ერთნაირები არიან და აქ მუშაობენ ერთნაირად. მე გამორიცხულად ვთვლი ყოველგვარ შეხვედრას ჩვენ ვივძვით იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვიქნებით, ვინც შეუერთება იმპიჩმენტს, ვინცაც მიაჩნია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ვისაც მიაჩნია რომ ეროვნული ხელისუფლება უნდა ჩატარდეს, ვისაც მიაჩნია რომ სასამართლო უნდა შედგეს, ვისაც მიაჩნია რომ კონსტიტუცია მთელმა საქართველოს მოსახლეობა უნდა მიიღოს, დგევართ მათთან ერთად. ამ საკითხებში არც ამერიკის დასტური გჭირდება ჩვენ და არც რუსეთის და არც ევროპის. ეს არის სუფთა ქართული საქმე და სუფთა ქართული საქმე უნდა ხდებოდეს საქართველოში და დამთავრდეს საქართველოში იმ პოლიტიკური პარტიების პარპაში, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. დღეს სააკაშვილი იმართება ქვეყნის გარედან. და გავრცობა ისეთი ინფორმაცია ზოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთთან ურთიერთობა ეს ღალატის ტოლფასი და მიიჩნევთ თუ არა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის საქართველოში. არა, ამ ფაქტს მიიჩნევთ თუ არა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის საქართველოში და არის სააკაშვილი. არა, მიიჩნევთ თუ არა ბურჯანაძის და ლაღაიძის ესეთ ნაბიჯს ხალხს? მე ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ ყველა პარტია არის თავის არჩევანში თავისუფალი და მე ამ შემთხვევაში ვამბობ ხოლმე მე არ გავაკეთებდი. მაგრამ თუ თქვენ მტერს მეკითხებით, ყველაზე დიდი მტერი საქართველოში არის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მართვადი საქართველოს პრეზიდენტი. სავარაუდოდ გავრცელდა, რომ ძიძიგული ცალკეულებს მოგონი რუსეთში. ეს მათი გადაწყვეტილება. თქვენ თუ ხსენეთ ამის შესახებ და რა? არა, მან თვითონ განაცხადა ეს და სხვათა შორის ამ დღეებშიც მოიწონეს მათ თქვათ ის პოზიცია, რომელიც ჰქონდა ბატონ ნოღაიძეს, ბატონ ბურჯანაძეს. ნუ რა თქმა უნდა და პუტინის ამ განცხადებებს აკეთებს ახლა რომ თქვათ ვისაც სურვილი აქვს, მოდით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე პატივისცემას ვადასტურებ ყველა მოწოდებისადმი, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება ჩვენ ვიღებთ. ჩვენ არ წავალთ, მაგრამ ის რომ უნდა დაალაგდეს ურთიერთობა რუსეთთან, ამას ახლა ნოღაიდელი რო გვეუბნება რომ ქართულ ხალხს მიაჩნია რომ ურთიერთობა უნდა დაალაგდეს რუსეთთან, ახლა ამას ქართულ მოაზროვნე ადამიანში სხვა მოსაზრება არ აყვებილა. მაშინ როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ როდესაც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინაც ეს განწყობა იყო ხალხში და როცა იყვნენ თანამდებობებზე, მაშინ ანგრევდნენ. იმას რაც ახლა უნდა დააშენონ და მე არ ამგონია რომ მე რუსეთთან პრობლემების მოგვარებამ იმაჩნია რომ შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია იმ ხელისუფლების დროს, რომელიც არ იმართება გარედან, არ თამაშობს სხვის დუდუგზე და ქართული ინტერესი არის მისთვის უპირველესი. სააკაშვილისათვის ქართული ინტერესი არ არის უპირველესი. დიდი მადლობა. შედაგელოდები ხარ?